ჩვენი ხმა გესმით ამ სლოგანით იმართება აქცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ადგილზე გიდები, ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები არიან შეკრებილები. მათი თქმით, ევროკავშირთან დაახლოების შეფერხება პირველ რიგში სწორედ ამ სფეროზე აისახება. შეკრებილები სრულად იზიარებენ პროტესტის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებს, ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულთა უპირობო გათავისუფლების შესახებ. რა თქმა უნდა, ვიცნობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რადგან უშუალოდ ჩვენ სფეროს კურირებს, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ არავითარი რეაგირება არ არის. ზუსტად აქ იგრძნობა პირველად ის გაუქმებები, ჯავშნების, ის ეკონომიკური ბუნდოვანება, რაც სამწუხაროდ გველოდება არა მხოლოდ ზამთარში, არამედ თუ არაფერი არ შეიცვალა ქვეყანაში, საუბარი გვაქვს სამომავლო პერსპექტივებზე და ეს იმდენად მძიმე სურათია, რასაც შეიძლება ზოგი სფერო ვერ ხვდება, მაგრამ ეხლა როდესაც უყურებთ არ დარჩა სფერო, რომელიც არ გამოვიდა. ჩვენი სათქმელი, როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, პირადად ჩემი სათქმელი არის ის, რომ ეს ამბავი და ეს დამოკიდებულება ევროპასთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეეხება ტურიზმს და ცუდად იმოქმედებს ტურიზმზე. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზეც. მე როგორც ტურიზმის სექტორში მომუშავე, ამან რა თქმა უნდა, პირადად მე შემეხო და ჩვენ შეგვეხო. ეს რაც შემეხება უშუალოდ მე და ზოგადადაც სიტუაცია, რა ვიცი, მე მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ არ არის მისაღები